საქართველოს შაქრის ერთადერთმა მწარმოებელმა შპს აგარის შაქარმა 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 23%-ით შემცირდა და 116 მილიონ 200.000 ლარი შეადგინა. ამასთან კომპანიამ წელი 2.5 მილიონი ლარი ზარალი დაასრულა, მაშინ როდესაც 2023 წელს ის 4 მილიონ 800.000 ლარის მოგებაზე იყო. ანგარიშის თანახმად ზარალის მიზეზად სახელდება პროდუქციის რეალიზაციის შემცირება, ხარჯების ზრდა და ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი საკურსო ზარალი 497.000 ლარი. კომპანიამ 2024 წელს ნედლეულის თვითღირებულებაზე 110 მილიონ 500.000 ლარი დახარჯა, რაც თითქმის მთლიანად პირდაპირ მასალებზე მოდიოდა. ადმინისტრაციული ხარჯები 6 მილიონ 370.000 ლარს შეადგენდა, რაც ნაკლებია წინა წელთან შედარებით. გაყიდვებისა და დისტრიბუციის ხარჯები კი 1 მილიონ 700.000 ლარია. მიმდინარე ანგარიშგების თანახმად გადამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 2024 წელს 56 მილიონ 800.000 კილოგრამამდე შემცირდა. 2023 წლის 73 მილიონ 200.000-დან და 2022 წლის 86 მილიონ 800.000-დან. კომპანიის საერთო აქტივები 2024 წლის ბოლოს 46 მილიონ 200.000 ლარამდე შემცირდა წინა წლის 64 მილიონ 900.000-თან შედარებით. მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ კომპანია აგრძელებს ოპერირებას რთულ ბაზარზე, სადაც ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება და შაქრის მსოფლიო ფასების მერყეობა მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად აგარის შაქრის მფლობელია ანატოლია ტრეიდ კომპანი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე კი ბიზნესმენი ახმად აბდოლბარი. უზბეკეთიდან საქართველოში მოგზაურობაზე დაინტერესება მზარდია. ამის შესახებ ტურისტული კომპანია Check-in Travel-ის დამფუძნებელი აცხადებს. როგორც ია გედევანიშვილმა BMG-სთან განაცხადა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიამ უზბეკეთიდან საქართველოში დაახლოებით 30.000 ტურისტი ჩამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით უზბეკეთი ტოპ 15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა. კერძოდ რაოდენობამ 61.946 შეადგინა, რაც წლის ჭრილში თითქმის 23%-იანი ზრდაა. ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უზბეკ ტურისტებს საქართველოში ძირითადად ზღვისპირეთი აინტერესებთ, თუმცა დაინტერესება მზარდია სხვა მიმართულებებითაც. აღსანიშნავია, რომ Check-in Travel ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელმაც გასულ კვირას უზბეკეთში ტაშკენტში გაყიდვების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ ინფორმაცია გააცნო. პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ფაქტს BMG-სთან ადასტურებენ როგორც მაღაზიებში, ასევე მსხვილ საწარმოებშიც. მიზეზად ფქვილის გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირებას 2026 წლის 1 იანვრიდან იწყებს. როგორც სამინისტროში გვითხრეს, მიღებული გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე 6 დასახელების პროდუქტის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი აიკრძალება. საუბარია დანაზე, ჩანგალზე, კოუზზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებსა და სასმლის მოსარევ ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე. უწყების განმარტებით რეგულაცია არა მხოლოდ მწარმოებლებს და იმპორტიორებს, არამედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც შეეხება, რომლებიც მასასგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით ახდენენ მზას სურსათის მომხმარებლისთვის მიწოდებას. ბიზნესი ამბობს, რომ ასეთ მოკლე დროში ბაზრის გადაწყობა შეუძლებელია. ლანჩ გრუპის დამფუძნებლის თქმით, კერძო სექტორს სავარაუდოდ სამითვე ექნება იმისთვის, რომ ნაშთების რეალიზაცია მოახდინონ, თუმცა ესეც არასაკმარისი დროა. გარდა ამისა, სამინისტროს მხრიდან შეთავაზებულია, რომ პლასტიკი ხის ან ქაღალდის მასალით ჩანაცვლოს, რაც 4-5 ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე პლასტიკი, რაც ბიზნესის მხრიდან დროსთან ერთად საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებს მოითხოვს. როგორც სამინისტროში ამბობენ და ბიზნესის ადასტურებს, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა დროში შეეხება რეგულაცია ეგრეთ წოდებულ ლანჩბოქსებსა და კონტეინერებსა და ერთჯერადი გამოყენების ჭიქებს. არსებული ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც რეგულაციის ამოქმედებამდე შეკვეთილი და იანვრის შემდეგ შემოაქვეყანაში, დადგენილ ვადებში რეალიზაციის აკრძალვა არ შეეხება. რეგულაცია ასევე არ შეეხება პლასტიკის ნაწარმის წარმოებას, თუ ის ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი.